მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და რადიო მაყურებლებო, ვინც დაინახეთ ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გაგიხარდათ, რომ ძალიან კარგი 1 საათი გვექნება. დღეს ხუთშაბათია, მე ნანუკა გულუა ვარ და ჩვენს მომხიბლავ ხუთშაბათს დაამშვენებს კი არა, გააბრწყინებს ადამიანი, რომელიც უყვარს ყველას. ნატო გელაშვილი, ქალბატონი კომპოზიტორი, შემსრულებელი, დედა, მაგარი ქალი. ძალიან მაგარი ქალი. ნატალია, როცა გაგიცანით და როცა მქონდა ბედნიერება, რომ პირველად მენახე, ანუ გავგიჟდი ისეთი თავმდაბალი ადამიანი ხარ. ანუ ყველას ისე ექცევი და ყველასთან ისეთი ურთიერთობა გაქვს, რომ თითქოს ძალიან დიდი ხანია იცნობ და მარტო ჩემს თავზე არ მაქვს საუბარი, მე და შენ ჩემს მეგაპოლიში ზუგდიდში გავიცანით ერთმანეთი და ისე ექცეოდი ადამიანებს, რომელიც შემოგციცინებდნენ თვალებში, ანუ ნებისმიერ თანამდებობაზე, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი, ანუ არაფრით გამორჩეული არ ყავს და ეს ძალიან გასაკვირია ამ დროში და ძალიან მისაბაძი ხარ და ძალიან გამითბა გული ესეთიც წარმომედგინე. როგორ აკეთებ ამ ყველაფერს და რა არის მნიშვნელოვანი, რომ გიყვარს ადამიანები ზოგადად და იმიტომ გამოგდის ესე ამათთან ესე თბილად ურთიერთობა. რავი, ნანუკა, გამომდის არა, პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, რაღაცა ისე შემოვარდი ერთ-ერთი, მაგრამ ისე მომაყარე ეს კითხვა. კი, ისე. იცი რა, გამომდის არა, ალბათ ეგ ჩემი შინაგანია რა. უბრალოდ მიყვარს ადამიანები რა. ამას ხო დიდი რესურსი უნდა ნატა. არანაირად. არ უნდა, ეს ქვეცნობიერია რა, აი ეხა რო გითხრა რომ რამეს ხარჯავ და რესურს ხარჯავ, ეს აი აბსოლუტური სიცრუე იქნება და მე ხა ტყუილები არ მახასიათებს რა, რაც არის ყოველთვის ვამბობ იმას. უბრალოდ მიყვარს ადამიანური ადამიანები რა. არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა არანაირ სტატუს, არანაირ აი არაფერს აბსოლუტურად, თუ მას დარჩენილი აქვს იგივე ის რაც მე მჭირს, აბსოლუტურად მისაღებია. აი ყოველგვარი თავისი შეხედულების, იმიტომ რომ ადამიანს ყველას თავისი რაღაცა აქვს და ეს მისია რა, ეს არ მეხება, მთავარია ნებისმიერმა ადამიანმა არ დაკარგოს სახე და არ გადაიყვაროს ადამიანები და მე ვგიჟდები ადამიანებზე რა. გეტყობა ეს, ნატო, ბევრია ესეთი ადამიანი, თუ შენც ეძებ ეგეთ ადამიანებს. იცი რა, არ ვიცი, მე ვიწეპებ ეგეთ ადამიანებს, ყოველ შემთხვევაში თუ სადმეა, აი შევდივარ და სადმე არის 20-20-ვე ჩემთან ხდება რა, ეთყობა ენერგეტიკულად რაღაცნაირად, ხო, აი ყოველთვის ეგეთ გარემოში მიწევს, იმიტომ რომ მე ალბათ ცოტა ადამიანი, რომელიც პომპეზურია, რომელსაც რაღაცა აი ჩარჩოები აქვს თავისი, ალბათ ჩემთან ვერ ისუნთქებს, იმიტომ რომ მე იმდენად აი როგორ გითხრა, ხო, იმდენად გახსნილი ვარ და იმდენად არ მიმაჩნია რომ რამეს წარმოვადგენ და რაღაცით მეტი ვარ და თალკე უნდა დამსვან ან რამე განსაკუთრებულად უნდა მომეპყრონ, რომ ვერ კომფორტში ვერ მოხვდება ჩემთან და ამიტომ მე მიყვარს გიჟდები. აი ჩემუბანში არის ეზოს ხვეტავს ხოლმე რა, ქურთი კალი გიჟდები, ნუ დილით ვეძახი, აი მინდა რომ აი ყავა ხო არ დავლიოთ, აი გიჟდები ადამიანებზე, ვისაც შეუძლია ღიმილი, აი უბრალოდ რომ დაგინახავს და უყვარხარ, ძალიან მარტივია რა. და რატომღაც ყველაზე უცნაურია რომ ძალიან უკვირთ და ეძნელებათ, რომ გონიათ რომ ეს არის ძალიან რაღაცა იმიტომ რომ ეს ღვთის განმტკიცებელი ძალიან მარტივია. არ არის ნატო მარტივია, იმიტომ რომ თქვენ ხართ ესეთი. ამ დროს ძალიან საძებნია ესეთი ადამიანები და მართლა ძალიან უხარია გულს და იშვიათობა. ცხოვრებაში როგორი ადამიანები ხდებოდნენ. ანუ იღბალი გაქვს, რომ სადაც სიტუაციაში ხარ, 20-ვე შენთან არის და ცხოვრებაში იცი რა არის, ცხოვრებაშიც ეგრეა, არა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გულის ტკივილიც გავიარე, აი რაღაცა, რა თქმა უნდა, ადამიანი არ მეგულება, ვისაც არ ქონია, მაგრამ რა არის ბედნიერება, არავინ აი სიძულვილით არავის არ ვიხსენებ რა. ვიხსენებ იმ დროს, ალბათ იმ დროს რაღაცა კარგი იყო. ხო, ანუ აი ყველაფერმა რაღაცა იმ ცუდმაც კარგი მომიტანა, იმიტომ რომ რაღაცა ბევრი რაღაცა უნდა ნახო, რომ კიდე სხვანაირად გადააფასო ის ძვირფასი ადამიანები, ვინც დასაფასებელია რა. ანუ ერთ ნაკადში არ გარიო ყველა, იმიტომ რომ ზოგი იმდენი ღირსების მატარებელია. აი იმდენი ჩემთვის აი არის რაღაცა კრიტერიუმები, რომლითაც მე ადამიანი მეძვირფასება
ნუ რაღაცა ხო შეხედულებებით, მისი ცხოვრების წესით, მისი რაღაცა ნაღდი ადამიანი და ამიტომ უბრალოდ რაღაცით უნდა გამოარჩიო ის ადამიანი, იმიტომ რომ ცხოვრება იმდენ რამეს გასწავლის და ხვდები რომ ეგეთი ადამიანი არის, აი მართლა ბოლომდე ხელჩასაჭიდი და ცოტა მაგაში გეთანხმები ცოტა, მაგრამ რა თქმა უნდა, წლები ფილტრავს და ბევრი რამე, რასაც გავდივარ ცხოვრებაში, კიდე ბევრად გიხელს თვალს, რომ აი ვიღაცა ხო არის, რომ გონია შენიანი სუფთა, ხო, ბევრი ცდუნებაც მოდის, აი ბევრჯერ შემცდავარ და მითქვია, რომ შენ იქნებოდი იდეალური მსახიობი. აი მითქვია ადამიანისთვის, იმიტომ რომ აი ყოვლად შოკში რო ჩავარდები რაღაცა ისეთის მერე, მითქვია, რომ აი შენ ოსკარს მე პირადად მოგანიჭებდი რა. მაგრამ იმის იქეთ, აი შეიძლება მეც გამომჩენია ის რაღაცა ძალიან ძვირფასი ადამიანი იმის ფონზე, ხო არა, ვისაც სპექტაკლი კარგად შეუძლია. ამიტომ დღეს ძალიან ფართო თვალებით, ძალიან ისეთი გულის ბოლომდე კარნახით, სადაც კი ეგეთი ადამიანი მეგულება და ესე რაღაცა მარგალიტებივით იმდენად მეძვირფასებიან. და იმდენად, აი როგორ გითხრა რა, უფრთხილდები და მადლობას ვეუბნები უფალს, რომ ესეთი ადამიანები დარჩენ და ცხოვრობენ კიდე რა. კი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან ერთად ყოფნა, ძალიან მნიშვნელოვანია. სულ მინდა გკითხო და რა კარგია რომ მომეცა ამის საშუალება. ალბათ ჩემთვის როგორც ახალბედა დედისთვის არა, ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი დედისთვის ხარ დედობის მაგალითი, გარდა იმისა, რომ გიждდებიან როგორც მომღერალზე და თქვენ შემოქმედებით თაყვანისმცემლები ყავთ. აი როგორც დედა ხართ, აი გენიალური, აი ალბათ ყველა ქალს, აი ჩემი უდიდესი სურვილია, რომ მე შევძლო, რომ ესეთი შვილები მყავდეს და აი ასეთი ურთიერთობა შევინარჩუნო, რომ ეს არ არის მეგობრობა სხვას გადასული და ეს არ არის რაღაცა თმების წიწკნა ერთმანეთის, აქ რაღაცა უდიდესი პატივისცემა, სიყვარული, თქვენი სივრცეების თან ქონა, ანუ არეული, როგორ გააკეთე ეს ყველაფერი? როგორ მოახერხე? იცი რა, არ ვიცი, ეხა რო გითხარო მაგისი რაღაცა აი როგორი ურთიერთობა ქონდა თავიდანვე არ არსებობს ფაქტია რომ პირველი რამაც მოიტანა ის რომ დაუშვათ მე ჩართული დედა ვარ შვილებში ეს იყო ის რომ აბსოლუტურად ვიყავი მზად რომ ყოფილიყავი დედა პირველი ეს არ იყო ის რომ დაუშვათ მე გავთხოვდი და უნდა გამეჩინა შვილი არა ანუ მე შევქმენი ოჯახი იმიტომ რომ ძალიან მინდოდა შვილი ანუ გადავწყვიტე უკვე ეს ნაბიჯი და გადავდგი, იმიტომ რომ აი გიჟივით მინდოდა გამხდარიყავი დედა. აი ეს გძნობა რომ გამიჩნდა ერთი შვილი და უშუალოდ მე ძალიან მოკლე პერიოდში, ანუ მივაყოლე ქვია ჩვენ ენაზე და ალბათ მივაყოლებდი კიდე ძალიან ბევრს, იმიტომ რომ მე მზად ვიყავი ამისთვის და ეს ის კი არისო რომ ვინმე დამაძალა და ან აი კიდე ვიმეორებ რომ გათხოვდი უნდა არა ეს არ ყოფილა, ეხლა დღეს მაგალითად ფრაზები მესმის, რომ ჯერ არ ვაპირებთ. ნუ აი ეს იმდენად უცხოა ჩემთვის, რომ აი ჯერ არ ვაპირებ შვილს, ჯერ არ მცალია შვილი. ნუ აი რაღაცა ხო ხდება ერთადერთი რაც ყურს ძალიან მჭრის ხოლმე დღესაც, რომ აი რაღაცა გამოთვლითი შვილი რაღაცა ჩემთვის მიუღებელია და ნუ პირველი ეგ იყო რომ მართლა სიგიჟ მით უმეტეს რომ არ ვიყავი ეხლა დიდი 24-ის ვიყავი და 25-ის დედა გავხდი, მაგრამ ისეთ ჩამოყალიბებული დედა ვიყავი, აი მართლა რასაც ქვია, მინდოდა ჩემ შვილებთან ერთად ყოფნა, ვასწრებდი ყველაფერს, არავინ არ თქვას, რომ აი მე შვილი რო ყავს ვერაფერს ვერ ასწრებ, აბსოლუტურად ვასწრებდი ყველაფერს, მყავდა უამრავი მოსწავლე, მქონდა უამრავი საქმე, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად უბედნიერესი ვიყავი. და უბრალოდ მეგობრობდი, დღესაც ეგ ხასიათი მაქვს რა. პირველი რაც არის, ნუ ეხა ეს ალბათ ყველა რაღაცა თავისი ხასიათიდან გამომდინარეა. მე არ მიყვარს რაღაცა ზედმეტი არავისში რო ვთქვა. ანუ ეს არ არის რომ ჩემ შვილს ცაცადავ პატიობ და სხვის შვილში ვხედავ. არა. მე რო ჩემ შვილებში ვხედავ, ეგეთი უნდა, ეხა იმათმა კი იციან. ანუ ასაკიც არ შველოდათ მათ იყვნენ 1 წლის 2 წლის თუ 3 წლის ის რაც მიუღებელი იყო ჩემთვის იგივე უძდელი საქციელი არ რაღაცა ხო იქვე ვიწყებდი მოკლას ამ
რომ ეს არ არის კაცური ვეუბნეოდი. დიდებს ისე ისაუბრებოდი. აუცილებლად მე პატარა და იმიტომ რომ პიროვნებაა. უყურე დღესაც რომ დააკვირდე, შენ ხო პატარები ყავს. დააკვირდი ცალ-ცალკე სამივე ინდივიდია. კი, ესეა. უყურე სამივე ინდივიდია თავისი ხასიათით, თავისი შტრიხით, ერთი დედაა ჩვენს, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი შვილები ცა და დედამიწაა, ორი რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟი იყო ბავშვობაში და მიხდებოდა ცალ-ცალკე მიდგომა. რომელიღაცა სჭირდებოდა მეტი შენიშვნა, იმიტომ რომ, ეხა იყო რომ დაუოკებელი იყო, აი 5 მასწავლებელი გაგვექცა და ვეუბნეოდი რომ იქნება აი ნატო შენი ხათრით ეხლა გიორგი რა თქმა უნდა. ეხა იცი. გიორგი, მე აი იცი რა იყო, ოღონდ ნახე რა იყო შეურაცხყოფითი ფორმა კი არ იყო, ან რაღაცა წივილ-კივილი, რაც ჩემთვის მიუღებელია, უყურე. ზუსტად აი როგორ გითხრა ვარ ტყავდი იმ წერტილში რაც მის თავმოყვარეობაზე ურტყავდა აი ხვდები ძალიან მშვიდად რომ აი კაცები ასე არ იქცევიან და რა ვიცი შენ თუ მოგწონს დედა პრობლემა არ არის და ეს ამაზე ფიქრობდა მე რომ აი მე კაცები ასე არ იქცევიან აი რაღაცა აი ისეთ ადგილს უძებნიდი ოღონდ ინდივიდუალურად იმიტომ რომ სხვადასხვა მაგალითად გიოს შეცდომებზე როცა მე გიოს რაღაცას უხსნიდი აი ჩათვალე რომ ლუკასთვის ის უკვე იყო გასაგები და იმას არასოდეს ქვეცნობიერად აღარ გააკეთებდა. უყურე გიომითავა ეს ყველა შეცდომა, იმიტომ რომ წინ მიდიოდა და თან ისეთი ტემპით რომ აი სუ გიორგი მეკერა პირზე და მოკლედ მის გამოსწორებაში ლუკა თავისი ჩამოყალიბდა ხო რა კი ეგრეა უფროსი ზრდის მერე დანარჩენებს თავისი იყო ერთი პრინციპი რომ არასოდეს მომატყუოთ ანუ აი ტყუილი ჩვენ ოჯახში არ არსებული რაც არ უნდა მძიმე იყოს ყოველთვის გახსნილია აი ვეუბნები რომ იმიტომ რომ ნახე ჩვენ სახში არ ყოფილა წივილ-კივილი ნახე აი ეს არ იყო დედის რომ აი მე და გაგჭე არა ძალიან მშვიდად ძალიან აი სწორი ფორმით ძალიან მნიშვნელოვანია. მე თვითონ გავიზარდე ეგეთ ოჯახში, სადაც ხმამაღალი საუბარი არ იყო და დღემდე ჩემთვის მიუღებელია, როცა რაღაცა წივილი-კივილი ან ცოლ-ქმარ შორის მესმის, ან ქალის რაღაცა მამაკაცზე ყვირილი, არის რაღაცა ჩემთვის ჩარჩო, რომელიც არის მიუღებელი რა. არსებობს ფორმა ყოველთვის, ადამიანს ყოველთვის შეგიძლია მოუძებნო ფორმა რატო ვართ დიდები? აი მაგალითად, როცა გიო და ანეტა დაქორწინდნენ, სულ ვეუბნეოდი, რომ მე შემიძლია გაგიგოთ ყველაფერი, მაგრამ ვერ გავიგებ ერთს. როცა გაუჩნდათ ლუკა, სულ ვეუბნეოდი, რომ გააქვთ რამე პრობლემური საკითხი, გადით გარეთ, თუ გინდა დახოცეთ ერთმანეთი, შემოდით ღიმილი ჩვილთან. იმიტომ რომ მას ნუ დაუნგრევთ ფსიქიკას, იმიტომ რომ ამის უფლება თქვენ არ აგაქვთ და ამ შემთხვევაში ვერც ერთს გაპატიებთ, ვერც მეორეს. იმიტომ რომ თქვენ ხართ ორი დიდი ადამიანი, რომელმაც შეგიძლია რომ გაზარდო ჯანმრთელი სიყვარულში შვილი, ან გაზარდო დანევროზებული ბავშვი, რომელსაც ჩვენ უყურებთ ცხოვრების დიდი ქარტეხილები ხდებათ მერე და ამიტომ ეს იყო ჩემი თხოვნა, ჩემი შვილების მიმართ ანეტასთან და გიორგისთან დღესაც სულ ვეუბნები რომ არაფრით არ შეიძლება არ გინდათ ერთად ცხოვრება მშვიდად ცივილურად ხო რა მოხდა არ გეცხოვრე ანუ ჩემი პრიორიტეტი არის შვილები უყურე მათ დაურღვევთ თქვენ მიხედეთ თუ არ გინდა თქვენი ცხოვრება მაგრამ მათ დაანგრევთ ერთმა გააკეთეთ დედის ფუნქცია, მეორე მამის, მაგრამ მას შეეხებით და აყურებინებთ იმ რაღაცა ცირკს. ხო? რომელსაც ძალიან განიცდიან. ხო და სულ მაგას ყოველთვის არის რაღაცა, ხო, მაგრამ შვილთან, როცა შვილია სახში, შეიკავეთ თავი, დაითმინეთ, გადით გარეთ, გინდა იჩხუბეთ, გინდა რაღაცა მოდით ღიმილიან. დამთავრდა. ხო, როგორც არის ცოლ-ქმრის ჩხუბიო, იმას როგორ არის? სულას მართალი ეგონაო. ხო, ზოგადად ვამბობ, ეს ის კი არ არის, რომ მაგალითია და დაუშვათ ვაკავებ. არა, ეს იყო ჩემი პირველი, რომ შემოვიდნენ ჩემთან და უკვე შედგა ოჯახად. პირველი ჩემი თხოვნა იყო რა და უთხარი, რომ მე თქვენ ამას ვერ გაპატიებთ და ვერ გავიგებ. ანუ ვერ გითხრეს. არა, მითხეს, რომ ეს არის აბსოლუტური სიმართლე რა. და მითხეს რომ სწორია და სულ ვეუბნები რომ რაც არ უნდა მოხდეს თქვენ მით უმეტეს რომ აი ღმერთო უფლით და
უფალს მადლობა, მაგრამ მაინც ყოველთვის აი ის გაფრთხილება, ის რაც შენ გამოიარე, უნდა გადაცე ვიღაცას და დატოო რა. ეს ის კი არ არის დედამთილური ჩარევა. არა, ესეც მეგობრული თხოვნა იყო. ხო მეგობრობთ თქვენ, ძალიან გეტყობათ ეს ყველაფერი. ჩემი შვილია, ადამიანი, რომელსაც უყვარს ჩემი შვილი, როგორ შეიძლება რომ მე არ მიყვარდეს? არ შეიძლება. გამორიცხული ამბავია. მასაც უნდება ხოლმე რომ რაღაცები გაგიზიაროს და გითხრას. კი, მე პირველი მესაიდუმლე ვარ და გიო მეუბნება რომ დედა ასე როგორ დაიმსგავსე ანეტა, ვეუბნები. ნუ მოგეთ რაღაცები, იცი რა, საერთოდ ახალგაზრდებისთვისაც ძალიან კარგი თვისებაა, როცა რაღაცა მოგწონს ადამიანის, მეც ესე გავიზარდე, მაგალითად, ჩემ ცხოვრებაში გზადაგზა ხდებოდნენ ისეთი ქალები, რომელიც ჩემთვის მაგალითი იყო. ურთიერთობის, დედაშვილობის, დიასახლისობის და მე ძალიან მომწონდა. ხო? აბა ეხა ესე პირდაპირ ხო რანაირად ხდება? ხო არ იბადები ადამიანი, ანუ რაღაცა მოგწონს შენთვის მისაღები თვისებები, რომელსაც იღებ. და მოგწონს როგორც ქალი, იმიტომ რომ მაგალითად მე ჩემთვის არ არის სატრაბახო რომ ქალი როდესაც ამბობს ვაიმე იცით მე სამზარეულოში საერთოდ არაფერი აბსოლუტურად ყველაფერი მეხერხება თუ არ მეხერხებოდა ვისწავლე იმიტომ რომ იცი რა ზოგადად ვამბობ რაც არ უნდა ძლიერი მამაკაცი ყავდეს ოჯახს ქალი არის მაინც სახე აი ყველაფრის სახეა ოჯახში რა ასე კეთახმები იმიტომ რომ იგივე ის მამაკაციც თუ მამაკაცობს და ყველანაირად შემდგარია აუცილებლად მის უკან დგას ძლიერი ქალი და სწორი ქალი ნუ ამიტომ ჩვენზე ბევრია რა გვინდა თუ არ გვინდა ანუ უფალმა აირჩია ქალი უფრო ამტანად მე ასე ვთვლი იმიტომ რომ ბევრი რამის ატანა შეგვიძლია ქალებს, იმიტომ რომ მამაკაცები ცოტა, იცი რა, აი ოდნავ რაღაცა პრობლემა როა, აი ცოტა დაბნევაც იციან, ცოტა დაკარგვაც იციან თავის თავში და ამიტომ ქალს შეგიძლია რომ ის ცოტაც გაუქარწყლო რა ადამიანს, გინდა შვილს, გინდა მეუღლეს, გინდაც მეგობარს, რა მნიშვნელობა აქვს, ანუ რაღაცნაირად უნდა ყველა ქალი ეცადოს რომ თუ კი რამეა მოძებნოს ის თვისება, იმიტომ რომ მასზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ეს გინდა თუ არ გინდა, შეგიძლია თუ არ შეგიძლია რა. აი ზუსტად ვიცოდი რომ აი ესეთი სანიშნი და სახელმძღვანელო იქნებოდა თქვენი რჩევები. ნატო ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ოჯახზე და ბიჭებზე და ასე შემდეგ. თქვენ რცალს დაუძახეთ შვილი და ეს შემთხვევით ძალიან სასიამოვნოა და დარწმუნებული ვარ ყველასთვის ვინც გვისმენს და ეს მარტო გამომდინარე იქიდან რომ თქვენ ამბობთ შვილის სახელით არ იქნება აქ მთელი ურთიერთობა მოიცავს ამ ყველაფერს. გიждები ჩემ გოგოზე, ოღონდ მართლა ეგრეა. აი მათი არჩევანი როგორ იყო თქვენთვის გაზიარებული? აი გიორგის შეუყვარდა, აი როგორ მოხდა? როდის გაიგეთ ასაწყის ეტაპზე, მერე თუ აი რა არის? აი ესეც მაინტერესებს, რომ მომავალი დედამთილებისთვის, რძლებისთვისაც რაღაცნაირად შენეული დამოკიდებულებაც იყოს თქვენ. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ჩვეულებრივად რაღაცა მივხვდი, რომ რაღაცა გოგო მოწონდა გიორგის, რაღაცა მიახლოებით ესე აქ როგორ არის როცა გიორგის ეხება ლუკა აფართოებს სახში თემებს ლუკა მამზადებს ესე ქვია თუ ლუკას ეხება გიორგი მამზადებს ეს ასია ნუ ეს მაგარია ხო ნუ ლუკა მითხა რომ დედა რაღაცა და დღეს რაღაცა კაფეში გვინდა რაღაცა ყველა ერთად და მოკეთ მე და შენ ფეხი ჩავისეინოთ კი დედა მე ვთხარი სიამოვნებით რომ ანუ უნდა გამაცნონ და მე ხო ხა ეს არ რაღაცა ეს დაძაბულობა ჩემი არ არის. ნუ რომ ხო და ნუ მაგას ანეტაყვება კარგად რომ აი მკვდარი ვიჯექიო უცებ და რო შემოვიდა ნატო მოვიდა ჩემი გოგო მე ვთხარი აბა დამენახე აბა რაღაცა აბა ის აი ორ წუთში იყო უკვე ესენი ყვებოდნენ ბავშვობაზე, ანეტას ჩაერთო ბავშვობაზე, მე რაღაცა ბევრი საერთო იქვე აღმოვა. მე ვთქვი კიდე კაი მოვედით, რომ ხო ვერ გაიგებდით, რომ ამდენი საერთო გქონდათ თქო და რაღაცა ისე ძალიან მარტივად მივიღე. ეხა რატო მივიღე გეტყვი? ეს არ არის რომ უყურე მე მეხმარება ლუკა. ერთმანეთში მეხმარებიან, აი როგორც გავყავი რა, აი ლუკას თემაზე გიორგი მეხმარება და მანამდე მიხსნის რაღაცას, ანუ რომ გამზადებს ანუ მე ქვეცნობიერად ერთი რამე ვიცოდი უკვე რომ
გიორგის არჩევანი მენტალურად იყო ძალიან ახლოს ჩვენთან. ხო, იმიტომ რომ რო არ ყოფილიყო ახლოს ვერ მიიღებდა პირველ რიგში ლუკა და არ მოვიდოდა ეს ყველაფერი ჩემამდე. ერთმანეთს თვითონ ფილტრავენ. ან პირიქით თუ ლუკასკენ ეხა რაღაცა თქვა რომ შეება მოვიდეს გიო და დედა გაგიჟდა მე მგონი ლუკა და აბა ეხა ჩვენ ცოტა მაგრად. ხო? ნუ ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ნუ უკვე ძმისგან ვინაიდან იყო ხელდასმული ესე ქვია, მე ვიღებ მე უკვე ორივეს ხელდასმას მე ვხვდები ძალიან მშვიდად. უკვე ჩემი ყოველგვარი ზედმეტი რაღაცა გამოკითხების და ესა ჭორაობა ჩემი არ არის რომ ვაიმე ეს გზადაგზა ვიგებდი ანეტას თვითონ თავისი მოყოლით, იმიტომ რომ მე არა ვარ ადამიანი რომელიც რამეს ქექავს. ხვდები, აი მიუხედავად იმისა რომ მართლა ძალიან ბევრი უნდა იკითხო საიდან როგორ ყოველთვის ვენდობი ჩემს შინაგანს და უფალს. და სულ ვიძახდი რომ ჩემო ოჯახში ღვთისნიერი ადამიანი უნდა შემოვიდეს. სულ ლოცულობდი რომ ღმერთო შემახვედრე ღვთისნიერი ადამიანი რა, კაცთ მოყვარე და მართლა რომ გამიცინა ამ თვალებით უკვე რაღაცა ბევრი როცა ნათელი მოდის თვალიდან, იქ რაც შეცდომაც არ უნდა დაუშვა, ყველაფერი გამოსწორებადია რა. აი როცა სხვა რამე მოდის თვალებიდან, იქ უკვე მე აზრი არ აქვს არაფერს. აბსოლუტური უძლური ვარ, იმიტომ რომ ჩემი ენერგეტიკა ვერ იღებს. აი რა სიზამდი ეგეთ დროს, რომ აი ის თვალები დაგხვედრო და რომელიც შენი ენერგეტიკისთვის არის. იცი არაფერს. თუ ჩემ შულს უყვარდა, მე გამორიცხულია, დავიჭერდი ჩვეულებრივად როგორც ის, მაგრამ შეიძლება აი ამ დოზით ამ იმითი, იმიტომ რომ მე დადგმა და სპექტაკლი არ შემიძლია, არც იძულვილი არ შემიძლია, უბრალოდ ის რაც ეხლა გახსნილი ვარ და აბსოლუტურად ყოველგვარი იმის გარეშე რომ აი ზოგი როა რომ აი ძალის შემოვიდა და ჩუმდება და აი რაღაც. არა, აი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ანეტა არის, აი მგონია რომ დაიბადა ჩვენ სახლში. არანაირი არც პრობლემა მაქვს, არც კომპლექსი მაქვს, აი არაფერი აბსოლუტურად. ნუ უბრალოდ აი ესე ძალიან არ განვავცობდი ჩემ თავს. რომ მივხვდებოდი ალბათ რომ მისთვისაც მიუღებელია ესეთი ადამიანი, როცა სხვა რაღაცა გაქვს თვალებში. და ნუ რა ვიცი, უსურვებდი ბედნიერებას და რა ვიცი, ხა ზედმეტი რაღაცა ჩემი რაღაცებით არ შევაწუხებდი. ძალიან მაგარი ქალი ხარ და იმიტომაც არის თქვენს ცხოვრებაში ამდენი რაღაცა. ისე რომ დაუშლიდი ეხა და ფორჩხლებს გამოვყრიდი, არა რა, ანუ იმიტომ ეს მისი არჩევანია. პიროვნებაა გიოც და ლუკაც. ეს მისი ცხოვრებაა. ამიტომ მე ჩემი ვიცხოვრე რა. რაც ფიქრობ იმაზე, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ, სასიცოდ ტოპ 3-ში და ყველაზე სიმპათიურ ბიჭად და ქალებისთვის ყველაზე სასურველ მამაკაცად ბატონი ლუკა სახელდება მუდმივად და არის დიდი ამბავი. ლოცულობ რომ კარგად იყოს იმიტომ რომ რა ხდება ამ ლუკაზე რა ამბავია? ვაიმე, არ ვიცი, ამ დროს ძალიან უხასიათოა, ძალიან. არი ფიქრობ გოგოებო რომ რაღაცა საკმაოდ ისეთი გრუზინია და არც ისეთი მარტივი ხასიათის მამაკაცია. ანუ მას ბევრი ქართული ხასიათი აქვს და რა შედის ქალბატონო ქართული ხასიათი? თუ ვიცით ზოგადად ქართული ხასიათი, ეგ შედის ყველაფერი. ნუ ის თავისი წესით, თავისი კდემამოსილებით ქალი, თავისი რაღაცა იგივე ბევრი არაენის იმით რა ქვია ეს წიწინ-მიწინით, იმიტომ რომ ზოგადად ეგრეც იყო რა ქალი და მამაკაცი. ხა მე აი ამიტომ ვამბობ ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად გაიზარდე და საიდან მოდიხარ. მე არ მახსოვს დედაჩემს, მამაჩემისთვის აი მე არ მახსოვს, ხვდები, მე არ ვიცი იმის იქით რა ხდებოდა, მაგრამ მე არ მახსოვს. კონფლიქტი მათ შორის, ხო? აი იგივეს ვეუბნები ჩემებსაც, რომ იმიტომ რომ მე არ მახსოვს, შეიძლება ხოცავდნენ ერთმანეთს, მე რა ვიცი, მაგრამ მე სიყვარულის მეტი და ის რომ დავუშვათ დედას მამისთვის ახმა ეწია, ნუ ეგეთი რამ. ნუ ლუკასაც ეგეთი ხასიათი აქვს, ანუ რა ვიცი, ეხა სულ ვეუბნები რომ შენ ეხა უშგულში თუ მოძებნი ცოლს თქო, მე იმიტომ რომ რაღაცა უშგულში რატო გაუჩით, რატო გაცდი სამეგრელოს რა იყო? ვაიმე, ესე იგი რა. ხო და არ ვიცი, მოკლედ მისთვის რაღაცა ტრადიცია ოღონდ არადადგმული, რა თქმა უნდა. რაღაცა თვითონ ძალიან სულიერია ლუკა და ძალიან ბევრი ღირებულებების მატარებელია. როგორც მამაკაცი და ამიტომ ალბათ სწორიც არის მისი არჩევანი. მეც რო ვიყო ლუკას ადგილზე და ვიყო კაცი, ალბათ
ძალიან გამიჭირდებოდა და მასაც ამ თემას ვერ უხსენებ. ჯერ ადრია, ხო ყავს შვილიშვილები, დედა, ასე რომ გიორგი არ მოგაწყენს, თუ მოგენატრება მესამის ხო და იწყებთ ანეტა და გიორგი, კი ისინი ამბობენ. და მოკლედ ძმა უწყობს ხელს, რომ ამან ინავარდოს და მაგალითად ძმების ურთიერთობა კიდე ცალკე ფენომენია. ეს ცალკე თემაა და რა წვლილი შეიტანა იმაში, რომ ესენი ესეთი განუყრელები არიან და ერთი სხეულია, ორი თავით. რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ დედმამიშვილები აი ესეთი განუყრელი გახდნენ და ერთმანეთის ტკივილი და სიხარული აი ესე გაიზიარონ. იცი რა, ალბათ თვითონაც უნდა უყურონ ზოგადად მაგალითს. ეგ ყველაფრის აი მე მჭირდა ეგრე ჩემ ძმაზე ჩვენ ვიყავით ესე ერთი ნაწილი აი სიტყვა მამუკა და მე შემეძლო ორი შვილი უცებ და ამერიკა მეგობრისო დაიტოვე ბავშვები და მჭირდები მას. აი არც განიხილებოდა. მათ ძალიან ბევრს უყურეს მერეც მამუკას გარეშე ჩემ ცხოვრებას და ამ ბოლო პერიოდში უმეუბნება რომ დედა ზუსტად ეხლა უფრო ხვდებით შე რა გადაიტანე. იმიტომ რომ ეხლა მაგალითად კი უყვართ დედა რა სისულელია და ერთი სხეული ვართ, მაგრამ ალბათ რო დადგეს რომ დედა თუ ძმა აუცილებლად იტყვის ძმას და ეს იქნება აბსოლუტურად სწორი. ჩემი შვილების არჩევანი, აი რო დადგეს რომ ცხოვრების გზაზე რა რაღაცა. იმიტომ რომ ჯერ ერთმანეთი ყავთ და მე სამყარო რა, მეც ეგრე ვიყავი და ამიტომ არ მიკვირს. რა ვიცი, ალბათ ნატო ძმა აღარ ყავს ძმა. მე არა. ხატკივილით ამბობ. მე მის მერე დავამთავრე ცხოვრება და უბრალოდ რაღაცნაირად გამოვყევი რა. ამიტომ მაგალითი ქონია. ძალიან დიდი მაგალითი ქონდათ მათ, იმიტომ რომ რეალურად რაც ახსოვთ და უყურეს და ეხა მე მიუხედავად რომ 2013 წლიდან მე ესე ვარ, ერთი დღე არ გასულა მის გარეშე და ცხოვრობ და ზოგადად შეიძლება გენიც არის ეს რაღაცა ვერ გეტყვი, მაგრამ რაც ჩავდე, იმიტომ რომ ჩემთვის აი ყოვლად მე რო დედმამიშვილში რამე დავინახო შეიძლება გავგიჟდე. და სულ ვეუბნები, აი, ხო, დაუშვათ შემოვიდა ანეტა და ვეუბნები ახლა ლუკასაც შენი ცოლიც გაემზადოს. გოგოებო, არარსებული ცოლი გაემზადოს. არა, ხო, ანეტასაც სულ ვეუბნები, რომ ანე შენ დაარიგებ ის რომ მოვა. ბიჭების საქმეში ვეუბნები. თუ გინდათ რომ თქვენ იყოთ ძლიერები ცოლები, აუცილებლად გაუფრთხილდით რომ ესენი იყვნენ ერთად და ძლიერად. ესენი ცალ-ცალკე არც ერთი არ ვარ გავეუბნები. მართალი ხართ. ანუ იცი რა, ლოგიკური ეგ არის, ესენი ცალ-ცალკე არიან, აი ორი ნახევარი კაცი, მართლა გეუბნები, ერთად არიან ძალა. კი, ეთყობა ეგრე არიან. ამიტომ სულ ვეუბნები, ხო, დაუშვათ ანეს, რომ ანე შეხედე, არა, ესენი უერთმანეთად არ ვარ. თვითონ უკვე გინდა თუ არ გინდა ხვდები. რა თქმა უნდა, ხვდები. არა, ესენი თუ მითიან მე ჩვენ წავიდეთ ერთად, იმიტომ რომ ხვდება რომ იქ უკვე აი მანქანაში დავუშვათ ვზივართ 4, ხო? ისინი წინ. შეიძლება დავავიწყდეთ ჩვენ უკან 2 ვზივართ, აი არ ახსოვთ, იმიტომ რომ რაღაცა ყველა თემაზე და რა ვიცი, რაღაცნაირი გენეტიკა ალბათ რა. ძალიან მაგარია. ძალიან კარგია. დრო არა გვაქვს, თორე ხო იცი რომ მთელი ნუსხა მაქვს შეკითხების. პუდელი დაგვრჩა უყურადღებო, წამოწოლილი არის აგერ, ნახე როგორ ხმა არა მოღია. მოკლედ ყველაფერი ყავს უმაღლესად აღზრდილის სახში, ვინდა რა და ყველაფერი არის იდეალურად და ძალიან მაგარია. მადლობა რომ ჩემი სტუმარი იყავი. მართლა ძალიან ბევრი რაღაცა მინიშნებები, რაც მინდოდა რომ თქვენგან ამეღო და როგორც აღნიშნე რომ ქალი რომელიც მოგწონს და რომლის რაღაცა ოჯახიც მოგწონს იმისას რაღაცებს ითვალისწინებ, აი ზუსტად ეგეთი რაღაცა მაქვს თქვენს მიმართ და მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი და მთელი ჩვენი ქართველების ესეთი საამაყო ქალბატონი. მადლობა თქვენ. დროებით მე ხუჩაბათამდე გემშვიდობებით.